ნიუ-დელი, ინდოეთის დედაქალაქი. ქალაქი, რომელიც თბილისზე სამჯერ დიდია. მაგრამ მოსახლეობა 34 მილიონს შეადგენს. და მე თქვენთან ერთად სწორედ ამ ქალაქში ვიმოგზაურებ. ინდოეთში მოგზაურობა დაახლოებით ფრენამდე 10 დღით ადრე გადავწყვიტე. ამიტომ ბილეთის შედარებით ძვირი, $500 დამჭდა. ონლაინ ვიზა ინდოეთისთვის 1 თვიანი დაახლოებით $40 დაჯდა და 5 საათიანი ფრენის შემდეგ უკვე ნიუ-დელის აეროპორტში ვიყავ. ჩამოვედით ხალხო ნიუ-დელიში. ეხლა გამოვედი აეროპორტიდან და სწრაფად გამოვიარე რა, ძალიან ყველანაირი კონტროლი. მატარებლების სადგურზე უნდა მივიდე, მეტროც მინდა წასვლა. მანდარი ჩემი სასტუმრო რა, 1 დღით ამაგ დაჯავშნილი 30 ლარად. მაგრამ შემიძლია გაუქმება თუ არ მომეწონა რა და მე იქვე ვნახავ რამე სხვას. მეტროთი მშვიდად და კომფორტულად მგზავრობის შემდეგ უეცრად აქ აღმოჩნდი. უბრალოდ რა ხდება, ნახეთ. აი ესეთი ღია ტუალეტებია სადგურთან ახლოს. შეგნებულად არ დავდივარ ეხა ტროტუარზე რა და გზაზე მივდივარ პირდაპირ, უბრალოდ შეუძლებელია იქ სიარული ისეთი სულია. ვისაც რა უნდა, უნებრივი მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ეგრევე სადაც უნდა. ამიტომ ტროტუარზე გავლა უბრალოდ შეუძლებელია. ისე ყარს ყველაფერი. არა, რა თბილისის ჰაერზე მე აღარ დავიწუწუნებ აღარასდროს. ნიუ-დელისთან შედარებით თბილისის ჰაერი არის რავი ბაკურია. წეველი ვარ რა და ვგრძნობ როგორ მткиვა ფილტრები ახლა რო სუნთქავ ამ ფაის. ნისლივით დგას ეს საწვავი რა ბუჩაში. აი აქ ნახეთ ახლა რა ხდება რა. აი აქ ამაკ სასტუმრო სადღაც ახლოს, როგორ უნდა მივაგნო ჯერ. აი ახლა გაჩვენებთ სადავარ. ბაჰარ განჯი ნიუ-დელის ერთ-ერთი ღარიბული უბანია, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საშიში უბნად ითვლება. ამიტომაც აქ დარჩენა იაფია, რაც ჩემნაირ დაბალ ბიუჯეტიან ტურისტებს იზიდავს. მეც სწორედ ამ უბანში დავრჩები და თქვენთან ერთად გავატარებ მომდევნო 24 საათს. გიჟეთია რა. ტვინის გამოცოცხლება თუ გინდათ, ან გმირთა მოედანზე გადით, როცა საცობია, მაგრამ ეს უარესია დამიჯერეთ. ბევრად თან. გმირთა მოედნის საცობი არის დასვენება ამასთან შედარებით. ავედი ვერ პოულობ სასტუმროს და დავდივარ წინ და უკან დავბოდიალო. რაღაცას ნახავ რა. ეს არის ჩემი სასტუმროს შემოსასვლელი რა, ეხლა გავაუქმე ჯავშანი. უბრალოდ სიბინძურე იყო ისეთი, რომ იქ ვერ დაიძინებდა რა კაცი. წავედი ახლა რამეს დავჯავშნი.
ამასობაში ადგილობრივი სულიერი ლიდერისადმი მიძღვნენ ღონისძიებას გადავაწყდით. აი ეს დავდივარ ახლა ამ ქუჩებში და ვეძებ სასტუმროს. იმედი არ დავიკარგები. იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვარჩევ რა ადგილზე ვარ, სადა ვარ. ერთი ის ვიცი რომ რკინიგზის სადგური აქვს სადღაც ახლოს. მოკლედ დავჯავშნე სასტუმრო როგორც იქნა. $25 გადავიხადე 2 ღამეში. აი ესეთი ოთახი გვაქვს. აი ეს ერთი საწოლია 2 ადგილიანი, აქაც არის ერთი მეორე საწოლი. ფანჯრები გვაქვს რაც მთავარია. ახლა გაჩვენებთ ხეთს. ფანჯრები რა თქმა უნდა სუფს არ არის. გავაღოთ. მაგრამ ცხელა გარეთ ძალიან რა. აი, ხედი. ჩვენი სასტუმრო. ესე პატარ-პატარა სასტუმროებია რა გარშემო, მაგრამ ყველა მძვირი მითხრა შედარებით. აი ეს არის ჩემი სასტუმრო, ეს თეთრი შენობა. ბოლო სართულზე ვცხოვრობ მე. აი ეს ბოლო 2 ფანჯარა მარჯვნივ ჩემია. მოკლედ გამოვედი გარეთ. ცოტა ხანი მეძინა. დავისვენე 1 საათი, ალბათ 1 საათ ნახევარი. და გამოვედი ამ ჩემ უბანში, რომ ცოტა ვისეირნო რა. ਆਉਂਦਾ ਜਾਂਦਾ ਤੱਕਦਾ ਰਵੀ ਹੋ წავედი ახლა რამეს მოუძებნი რა საჭმელს. ცოტა გამოვედი ჩემი უბნიდან რა გარეთ და ნახოთ, აბა იქნებ რამე ნახო ნორმალური დასაჯდომი ადგილით შედარებით ისეთი წყნარი რო იყოს რა. თავარია აქ უბრალოდ გზაზე გადარჩენა, საჭმელს იპოვე ამის. თავარია გზაზე არ მოკლას რომ ტუკ-ტუკმა მანქანა. უბრალოდ ნახეთ რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი. აი ჩემი უბნიდან უკვე რო გამოხვალთ, აი ესეთი აქ უკვე შედარებით სიწყნარია. აქ აღარ არის ესეთი ქაოსი. აი მოვახლოვდით ისევ ჩემ ღარიბთა უბანს და ნახეთ უბრალოდ რა ხდება. აი ეს არის ნიუ-დელის რკინიგზის სადგური. აქედან ჩამოხვალ. აი პირდაპირ ესეთ ადგილზე ხვდებით. აი აქ არის ჩემი სასტუმრო, რა ერთი 500 მეტრი იქნება აქედან. ამ ყველა სიამოვნებას რა რაც აქ ხდება, ანემატება რომ არ ვიცი, ყველა იფურთხება რა და ვერ გავიგე რატო იფურთხებიან. რაღაცას ღეჭავენ რა, როგორც ნახეთ ან სხვადასხვა ვიდეოებში. რაღა მოტოციკლეთ დამეტა. მოკლედ შემოვედი ახლა პატარა რესტორანია. შედარებით ნორმალური ესე ადამიანურად რომელიც გამოიყურებოდა იქ შემოვედი. ერთი ადგილობრივი ავიღე რაღაც კარტოფილია, არ ვიცი გავსინჯავ. და ქათმის მწვადია. ლუდი უთხარდათ, მე აქ არ შეიძლება ლუდის ესე ღიად დალევა და ჭიქაში ჩაგესხამო და რა ვიცი, ძალიან რომ ალბათ წვენი ეგონოთ ან რამე ეგეთი. შეიძლება იმის გამო რომ საკმაოდ გავრცელებულია აქ ისლამი და. რავი, რესტორანსაც გაჩვენებთ ახლა. აი ეს რესტორანია პატარა. და ყველაზე მეტი უცხოელი ამ რესტორანში შემომჩნია რა და მეც მაგიტო შედარებით თამამად შემოვედი. იმიტომ რომ სხვებში რა უბრალოდ რავი ძალიან რთულია რა გადააბიჯო და იქ დაჯდა და ჭამოვა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ პირველი დღეა რა, მაგრამ მე უკვე ვეცდები რამე გავსინჯო ისეთის. ოღონდ რა თქმა უნდა, არა ჩემი ჯანმრთელობის ხარჯი. მოდი აბა გავსინჯოთ ხალო. ცუდი არ არის დასალევად რა, მაგრამ ძიმე გემოგდა ეთყობა რომ ძალიან ალკოჰოლურია.
მოკლედ ნახეთ რა მხელა პორციები მომიტანეს. არ ველოდი რომ ამ ხელა იქნებოდა. ეს არის რაღაც ტრადიციული მithres დილით ჭამთ ხოლმეო. საუზმეზეო და ეს არის ქათმის მწვადი ბრინჯით და ბოსტნეულით. მოკლედ მოდი გავსინჯოთ აბა ესენი რეები. ნუ ბრინჯი და ქათმის მწვადი გასაგებია. აი ეს მაინტერესებს ახლა უფრო მეტად. ძალიან ბევრი სანელებლები აქვს. ვერ ხსენით, მაგრამ უფრო ძალიან მწარეა რა. თუმცა გემრიელი არის. გემრიელი რამდენად არის? ეხო რა მწარეა, ხო? მოკლედ მე ესენი ამ ერთში მომკლავე რამე ტაკის ჭამები. ჯერ პირველი დღეა და უკვე ძალიან ცხარი. ქათმის მწვადი გავსინჯოთ თავის ბრინჯით. შემირჩევნია ხელი ვჭამო რა. მწვადი კარგია. ჭურჭელსაც ახლა რო გითხრათო. რამე ეთყობა და არ მიგივად გული არა. ხარა. ქათმის მწვადი კარგია. საერთოდ არის ცხარე. გემრიელია ყოველ შემთხვევაში. ეს კარტოფილის რაღაც соуზივით არის ცხარია რა, მაგრამ ახლა გემრიელია. კარგი, წავედი შევჭამ ახლა. და მე ისევ გავისეინოთ ჩვენს ღარიბულ დელისუბანში. ხალხო, ესეთია ჩვენი ბაზრის უბანი უკვე ღამე. რავი, ვაჭრობენ ყველაფრით რა, ტანსაცმლიდან დაწყებული ქუჩის ქვებით დამთავრებული, რავი, ბარები, სასტუმროები, მასაჟის ცენტრები. აი εκεί ტანსაცმლები იყიდება, ტრადიციული ინდური. მოკლედ 2 წუთი გაჩერდები, ან ოდნავ შეანელებ მოძრაობას და ეგრევე 1-2 კაცი მოდის, ყველაფერს თავაზობს, დაწყებული ლეგალური და დამთავრებული არალეგალურით. ეხლა აი 1-5 წუთი მომძევდა. ტიპი ვერ მოვიშორე, გინდა თუ არა მოსაწევი იყიდეო. ყველაფერი გამომკითხა, რომელ საათზე ჩამოვედი, რამდენი შვილი მყავს, ვინა ვარ, რა ვარ. აი ესე უნდა იმოძრაო მანქანებში, მოტოციკლებში, ხალხში, ველოსიპედებში, ტუკტუკებში. რავი, აი საგიჟეთია რა. თან არ ვიცი, მაგრად დატარებენ რა. ერთი არ მინახავს, ეხა ანავარია ან რამე ეგეთი. აი ესე გადმოუხვია ხა მთავარი გზიდან და ნახოთ აი აქეთ ეს მეორად ქუჩებზე რა ხდება რა. აქ უფრო კვების ობიექტებია, აი როგორც ხედავთ. აი ნახეთ როგორი რიგი დგას. ტრაპკვება. ესეთი მომო ავიღე ახლა და გადავეხადე 60 რუპია ემაში. საკმაოდ დიდია რა, როგორც სულ. ადგილობრივმა მithres ყველაზე გემრიელი აქ არის. აბა ნახოთ. მოკლედ გავსინჯა ეს ჩვენი მომო და მართლა ძალიან გემრიელია, ვეგეტარიანულია, მაგრამ როგორც ყველაფერი ესეც საშინად ცხარია. ესეთ ბურგერებსაც აკეთებენ, აი. Potato? Oh, it's okay. It's okay, thank you. აბატიეთ რა, ეხა ყველაფერს ნახდად ვერ გავსინჯავ, თორე ერთი თვე კი არა, ერთ კვირაში წავიღებ აქედან წერილს. დღეს რავი გავსინჯე უკვე ადგილობრივი რა და სიმართლე გითხრათ ეხა მაინც არც ფშია, დღეს მე ის კამას აღარაფერს აღარ ვაპირებ. უბრალოდ ესე გავისეინებ და თქვენ გაჩვენებთ რას აკეთებენ რა და მეც ნახავ.
აი ესე სუფთავდება ხორცი. აბა რამდენი შეჭამდით ახლა ეგრე გასუფთავებულ ქათამს. დარწმუნებული ვარ დღეს ჩემი ქათმის მწვადიც აიგრე იყოს უბრალოდ გასუფთავებული. ამიტომ ჯობია არ უყუროთ როგორ ასუფთავებენ და პირდაპირ ჭამოთ. აი ესეთი ქუჩები გვაქვს. ნახეთ როგორი ვიწრო ქუჩებია და როგორ არის ყველაფერი ერთმანეთში ახლართული. მაგრამ ბევრი პატარა სასტუმროა რა ესეთ ქუჩებში. არ ვიცი ახლა რამდენი განმოცემს, რამდენად საშინელი ქუჩაა ეს კამერა, მაგრამ აი ნახეთ აი როგორი ვიწროა. რაღაცებს აშენებენ და აღარ გავალ თავში არაფერი დამეწეს. აი ახლა ნამდვილად აღარ ვიცი უკვე სადა ვარ რა, ესე შემოვყვები ხოლმე აი ვიწრო ქუჩებს და მე ტელეფონით გავდივარ ხოლმე ისევ თავარ გზაზე. აი ნახეთ ახლა როგორი ახლოს არის აქ სახლები. აი აქ არის ერთი სახლი, ერთი კორპუსი. აი აქ არის მეორე კორპუსი. აი ესე აგროვებენ რა ნაგავს და მე ალბათ სადღაც გადააქვთ, არ ვიცი. აი საშინელი სვიმ დგას ახლა აქ რა. და აი აქვე თამაშობენ ბავშვები, აი. მეც ვცადეთ ახლა კრიკეტის თამაში რა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა. აი მთელი უბანი ესეა რა, დიდი ბაზრობაა ქალაქში რა. ყველგან ყველაფერი იყიდება. აი ესე არის მთელი უბანი. აი ესეთი ქუჩებია, აი ნახეთ. იქ ახლა ნამდვილად ვირთხა შემჭამს ან რამე რო შევით. აი ესეთ ქუჩებში იგრძნობა ნამდვილი დელი. სუნითაც და ისედაც რა. ცხოვრების სტილი, ყოველ შემთხვევაში ამ უბანში. ნახეთ უბრალოდ ეს კაბელები როგორ გადმოდის ერთმანეთში. აი ამას ვინც არჩევს რა, უბრალოდ გენიოსია რა. აი ნახეთ უბრალოდ აქ რა ხდება. ოპა, ეგ ხარ რაღაც გაგიფუჭდეს, არ ვიცი. როგორ აგნებენ? წარმოიდგინეთ უბრალოდ რომ ხანძარი გაჩნდეს. არ ვიცი როგორ აქრობენ. აქ ადამიანის გარდა ვერაფერი ვერ შემოვა, ისე ვიწრო ქუჩებია. ჯერ ერთი ჩაქრობა იქნება რთული და მეორე გადაედება რავი ალბათ მთელ უბანს. მოკლედ ხალხი შემოვედი ახლა ბარი ვნახე აქვე. ლუდი ავიღე ერთი ადგილობრივი ლუდია ინდური და 330 რუპიაების ერთი ბოთლი. ოღონდ აქ აქვს არა 9 ლიტრიანი, პატარა 330-იანი და 660-იანი. არ არის რა იაფი ლუდისთვის რა. გაჩვენებთ ბარსაც და მე წავიდეთ უკვე დღეს დავისვენებთ, თორე 1 საათი მეძინა რა შუა დღეზე და მართლა დავეყარე. ასე დასრულდა ჩემი პირველი დღე ინდოეთში. წინ ინდოეთში მოგზაურობის კიდევ ბევრი ვიდეო გელოდებათ. მანამდე კი ღამის ბაზრის უბანი დაათვალიერეთ.